ლეგენდები პოლიტიკოსებზე. ჩვენს ლეგენდებს საბუზლოდ უდევს როგორც ზღაპრული, ისე სასწauლებრივი და რეალური იერსახე. ალეკო ელისაშვილი. როგორც ყველა მითოლოგიური გმირი, ჩვენი ალეკოც პატარაობიდანვე ჩადიოდა სასწაულებს. მის სახელსაც უკავშირდება არაერთი განმაცვიფრებელი ამბავი. ალეკო ერთი წლისაც არ იყო, როდესაც აკვანში დააცემინა და ჰაერის წნევით ორი ყიზილბაში მოკლა. ალეკო იზრდებოდა და დროდადრო ხდებოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფიგურა ქართლის ცხოვრებაში. რომ არა ალეკო ელისაშვილი, ვახტანგ გორგასალი თბილისს აღაიანის მიდამოებში აშენებდა. თუმცა ალეკოს დეშეკამ ნიმინოს დაწევამდე მოკლა ხოხობი და იგი სწორედ დღევანდელი თბილისის მიდამოებში ჩავარდა. დეშეკათი მივდივარ, დეშეკა რო არის წყვილკალიბრიანი ტყვიამქვევი, გადავტენი ხოლმე ამ დეშეკას და აი იმას ავიძრო ქვია. ყველა სიზმრის თანახმად ალეკო ელისაშვილის სიმაღლე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრი იყო და ბრძოლისას 200 კილოიანი ხმალი ეჭირა. ამაზე კი ძალიან ეჭვიანობდა ზემოთხსენებული ვახტანგ გორგასალი. გორგასალმა დედაქალაქი გადმოიტანა და მე უბრალოდ ეს ლეგენდა მიება გორგასალს რა, თორე სინამდვილეში გორგასალს ქალაქი არ დაუარსებია. უძლებელი ელისაშვილი ყველა მოგებული ბრძოლის შემდეგ სახლში ცხვი დაწეული ბრუნდებოდა. მის აწეულ ცხვის თუ დავაკვირდებით, იგი ცხადყოფს, რომ ალეკოს უამრავი ბრძოლა აქვს მოგებული. იგივე მემატიანის თანახმად, ალეკო ერთადერთი გმირია, რომელსაც ერთდროულად შეუძლია ატაროს 32 კილოგრამიანი ხმალი და 33 კილოგრამიანი კეხი. ქართლის ცხოვრების მატიანეში იწერებოდა ისიც, რომ თავიდან ელისაშვილი ერეკლე მეფეს სპარსი ეგონა, რადგან მისი ცხვირი ძალიან წააგავდა სპარსულ საბრძოლო ხმალს. თუმცა მეფე მალევე დაწმუნდა მის ერთგულებაში და იგი თავის ჯარში ჩარიცხა. დაუვიწყარია ის ძალიან კურიოზული ამბავი, როდესაც მეფე ერეკლე ალეკოსთან ერთად თავისი ლაშქრით ყრწანისისკენ დაიძრა. გზად მიმავალთ კი ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა თავზე ქლიავი დააყარა, ხოლო ალეკოს საგარეჯოელმა კაცმა მიაძახა. არ ჩაიჯვა, მოდი შავში. არ ჩაიჯვა. ალეკო ელისაშვილს დრომ ვერაფერი დააკლო. იგი ახლაც ძლიერი და შეუპოვარია. მან სულ ახლახანს გამოიჩინა გელივით დაუღალაობა. მან 12 წყვილი ხარის ძალა მოიკრიბა და მთიდან დასრულებული მორის ცისტრაფით შევარდა პარლამენტში. და ახლა მიჯაჭულ ამირანს უფრო მოხსნი კლდიდან, ვიდრე დამჯდარ ელისაშვილს პარლამენტის სკამიდან. და ბოლოს ის, რაც მემატიანემ არ შემოინახა, რადგან თავად ალეკო მისროა ასე. ალეკოს სრული თვე არ შევიდა ისტორიაში ყველა მისი გმირობის ამბავი. თორემ რეალურად ჩვენ 10 ძმა ხერხეულიძე და 301 არაგველი გვაქვს. ალეკო ელისაშვილი.